მე თუ სახლში დავჯექი, დამემართება დეპრესია, დავისტრესები და ვიგნები აუტანელი, შვილებისთვისაც კი აუტანელი. ლექტორს რო ვურეკავდი, კვდებოდი ნერვიულად. დიახ, რაში არის ეს საიდუმლო? მე არ მისმის სიყვარული როგორ შეიძლება რომანტიზმის გარეშე არსებობდეს. როგორი არის წარმატებული ქალი და რა მოთხოვნებს უყენებს მას საზოგადოება? არ მინდოდა რომ ეგეთი ყოფილიყო. შვილები არ არიან მშობლებთან დამნაშავეები. მშობლები ვერ ვაყენებთ სწორ გზაზე შვილებს. რაღაცა მქონია ის შემთხვევები, რომ ცოტა წაკმანები ქონიათ, თქვენ TikTok-ზე ხო და თითქოს რაღაცას არ შევებ. ამით მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოზიტიურ პოდკასტს. დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის დოქტორი, ჟურნალისტი, ტიკტოკერი თათა ღლონტი. სანამ ჩვენ სტუმართან დიალოგს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გთხოვოთ პოზიტიური პოდკასტის გამოწერა, ვინაიდან თქვენი ჩართულობა არხის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. თათა მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა და დროის გამონახვის. გამარჯობა, მივესალმები შენს გამომწერას. დიდი მადლობა. ყველას ალბათ აინტერესებს ეს თქვენი აქტივობები, როგორ დაიწყო, ანუ გულისხმობ იმას, რომ თქვენ ძალიან პოპულარული ხართ TikTok პლატფორმაზე და ასევე ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. აი როგორ აღმოჩნდით სოციალურ ქსელებში ასეთი პოპულარული და აქტუალური დღეს? არ ვიცი. შემთხვევით ალბათ, მოყოლილი მაქვს ეს ისტორია, მაგრამ გამმეორდები კიდევ ერთხელ, მე მყავს 3 შვილი. აქედან უფროსი არის 17 წლის და რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს TikTok-ი ძალიან აქტუალური გახდა ჩვენს ცხოვრებაში და თითქმის ყველა ბავშვი დარეგისტრირებული იყო. რაღაცნაირი შიში მქონდა, რომ ჩემი შვილი არ გამხდარიყო ან ძალადობის მსხვერპლი, ან მოძალადი. და ამის კონტროლი ნებისმიერი მშობლისთვის არის ძალიან რთული. იმიტომ რომ ძალიან მარტივია და ხსნილია გზა სოციალურ მედიაში, რომ ადამიანი დაიღუპოს და დაღუპვა, როდესაც ან ძალადობის მსხვერპლი ხდები და მით უარესი კიდევ თუ მოძალადე ხდები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მე შემექმნა TikTok-ი. ჩემი შვილის საკონტროლოდ შეიქმნა ეს პლატფორმა და როდესაც სტუდენტებთან შევდიოდი და არ გვაქვს ისეთი დიდი ასაკობრივი სხვაობა, სულ ვეუბნებოდი, რომ ეხა სემინარს თუ კარგად არ ჩამაბარებ, აი ხა პრეზენტაციაზე თუ კარგად არ მოახდენ შენი თავის ილუსტრირებას, იცოდე ვიდეოს ჩავწერ და განვათავსებ TikTok-ზე. ამ დროს არ ჩაწერა ვიცოდი, არც მონტაჟი ვიცოდი, არც არაფერს არ ვაპირებდი. და რამოდენიმე ძალიან კარგმა ბავშვმა, რომლებიც უკვე დაამთავრეს უნივერსიტეტი, თვითონ გადამიღეს ვიდეო, რომ ქალბატონთა ადმინისტრაციულ კორპუსში გადავიდეთო და რამდენიმე ფოტოს გადაღება გვინდაო და ჩვენთან ერთად გადაიღეთ და თქვენს გადაგიღებთ. მოკლედ აი ესეთ გავლა გამოვლაში კადრი გადაიღეს, თვითონვე გქონდათ, ეხლა არ ვიცი რამდენად დასაჯარებელი ფაქტორია, რომ ლექტორის პაროლი გქონდათ სტუდენტებს, თვითონვე გქონდათ, თვითონვე ატვირთეს ეს ყველაფერი და მოხდა ეგრეთ წოდებული გავარდნა. ანუ TikTok-ის ალგორითმა რა დაინახა, არ ვიცი. მაგრამ თუ არ მეშლება მილიონზე ავიდა დაახლოებით ამ ვიდეოს ნახვა. ამ დროს არავინ არაფერი არ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ TikTok პლატფორმა, არ ვიცით, რომ ფილტრაცია გააჩნია კომენტარების ველს, არ ვიცით, რომ შეგიძლია ჩაკეტო და ვერავინ ვერ მოგწეროს მესიჯი და ძალიან კარგად მახსოვს, რომ ღამის 2 საათზე WhatsApp-ში ქონდა ჯგუფი და მე და ჩემი სტუდენტები ერთმანეთს უზიარებდით გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლებოდა გვეკონტროლებინა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ 300-400 მესიჯი მოდიოდა დაახლოებით და ახლა ამდენი ფეიქი რას მოგწერდა ზოგი კარგ ზოგი ცუც. ნელ-ნელა ესე ვისწავლით, მაგრამ რაღაცა ყველას მოგუწონდა, ესეთი გუნდი ვიყავით. კვირაში ერთი დღე ვიკრიბებოდით, იმიტომ რომ ხალხს აქაც უჩნდება კითხვა, რომ პროფესორი, ამდენი დრო საიდან, 3 შვილის დედა და ეს არ არის, მე არ ვარ კონტენტ კრეატორი, რომელიც ზის, ფიქრობს კონტენტს, გაწერილი აქვს სტრატეგია მთელი თვის მანძილზე. უბრალოდ ეს იყო საკომუნიკაციო საშუალება ჩემს სტუდენტებს და ჩემს გამომწერებს შორის. კვირაში ერთი დღე ვიკრიბებოდით, 4-5 ვიდეოს გადავიღებდით, კვირის მანძილზე ვანაწილებდით. ეს იყო და ესე აღმოჩნდი TikTok-ზე და მე მადლობა მაყურებელს და გამომწერებს. რატომ ხაც მოხდა ისე, რომ უმრავლესობა ადამიანებისას გაუჩნდა პოზიტიური დამოკიდებულება ჩემი მიერ და ესე ნელ-ნელა გაიზარდა გამომწერების რაოდენობა. დიახ, მეც ვადევნებ თვალს, თქვენი გამომწერი ვარ და ძირითადად ეს პოზიტიური კომენტარებია და ძალიან მიხარია. ხომ არ ფიქრობთ, რომ აი რაღაცა კრიტიკის ობიექტი გახდებოდით, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე? ვფიქრობ, გავმხდარ ვარ კიდეც კრიტიკის ობიექტი. ახლა ვერ ამოვხსენი დღემდე რატო. ხალხს ჰქონდა ცოტა უფრო ასაკოვან თაობას და არ ახალგაზრდა თაობას დამოკიდებულება, რომ
პროფესორს, ანუ აკადემიური სფეროს წარმომადგენელს, მნიშვნელობა არ აქვს აქ ხარისხს, რა ესაქმება სოციალურ პლატფორმაზე. ცოტა წარმოუდგენელი იყო, თუ Facebook-ი შეიძლება რომ ჰქონდეს ყველას, მათ შორის საკმაოდ ხანდაზმულ პროფესორას და რაღაცა გიფებით მოგილოცოს ყველა ქრისტიანული დღესასწაული, რატომ არ შეიძლება რომ TikTok-ი ჰქონდეს, ხო? სოციალური პლატფორმაა ერთით, მეორეც, რა ვიცი, Instagram-ს მიამატებ თუ რასაც ისა. და რაღაცა მქონია ის შემთხვევები, რომ ცოტა წაკმენები ქონიათ, თქვენ TikTok-ზე ხო და თითქოს რაღაცას აღშავებ ამით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პლატფორმის გამოყენება შეიძლება შენ დასასიკეთოთ და შეიძლება შენი პროფესიის პოპულარიზაციისთვის. ამიტომ მე სულ ეს პრინციპი მაქვს, რომ ძაღლიყებს კარავანი მითის. დიახ, ერთი მეორეს ხელს არ უშლის და მე მგონი პრეცედენტი, ასე ვთქვათ, დაანერგეთ თქვენ და პირველი შემთხვევა ესეთი მერაც. მე რამდენადაც ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს მასშტაბური და აქტიური ვიყავი მე შემომიერთდნენ და წარმატებას უსურვებ ყველას, პირიქით, რაც უფრო მეტად გააქტიურდებიან, რაც უფრო მეტი პოზიტივი იქნება, რაც უფრო მეტი აკადემიური გადაცემა თუ პოდკასტი განთავსდება სოციალურ მედიაში, მით უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ არ შეიძლება ამდენი აგრესია, არ შეიძლება ამდენი ბოღმა, არ შეიძლება ერთმანეთის დაჭრმა და არ შეიძლება რაღაცა ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა. რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე ადამიანებს. კი. სტუდენტებს როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე, ვინც პირველად გხედავთ, როცა შედიხართ აუდიტორიაში და გცნობენ? მე ჯერ არ მინახავს სტუდენტი, ვისაც აქვს უარყოფითი რეაქცია. მე არ მინახავს და მე არ მსმენია. ჩემს ზურგს უკან რა ხდება, ამაზე ხა თავს ვერ დავდებ. მაგრამ ყოველთვის აქვს დადებითი რეაქცია, უხარიათ, ხშირად გამოხატავენ ხოლმე, მოდიან სელფი გადავიღოთ რა ქალბატონთა და ჩვენთან ერთად გადავიღებთ TikTok-ს, ან თუ თქვა სალექციო პროცესს ვიწერო, მე დავამონტაჟო და განვათავსო ჩემს პლატფორმაზე, მოდიან და ესე იჭყიდებიან ხოლმე კამერაში რა, ჩვენც მოხდებით. თუმცა არიან სტუდენტები, ვისაც საერთოდ არ უნდა გამოჩინათ და მხოლოდ ხმით ჩანან ხოლმე და ეს მათი არჩევანია. მე როდესაც შევდივარ და სალექციო პროცესს ვიწერ, ყოველთვის ვეუბნები სტუდენტებს, რომ მიმდინარეობს ჩაწერა და ვისაც არ გინდათ, მითხარით და არც თქვენი სახე გამოჩნდება, არც თქვენი სახელი და გვარი გაჟღერდება, მათი იდენტიფიცირება არ ხდება მათი სურვილის გარეშე. ძალიან კარგი. ანუ სტუდენტებთან თქვენ როგორც მივხვდი, უფრო მეგობრული და პოზიტიური ურთიერთობა გაქვთ. მე ყველა ადამიანთან მეგობრული და პოზიტიური ურთიერთობა. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩემთან იყო სტუმარი, რომელთანაც მქონდა ესეთი დისკუსია, ასე ვთქვათ, რომ აი როგორ უნდა სად გადის ეს ზღვარი მეგობრობასა და ვთქვათ აი რაღაცა ესეთი პროფესიონალიზმის შორის. დიახ, აი კაცრ დამოკიდებულებას შორის, იმიტომ რომ ხო, ანუ თუ უმეგობრდებით, მე ხო არ გვიჭირს ურთიერთობა სტუდენტებთან. იცი რა, ბალანსის ამბავია ყველაფერი ცხოვრებაში. ბალანსი თუ გიჭირს პირად ცხოვრებაშიც, გიჭირს სამეგობროშიც და გიჭირს კარიერაშიც. მე როდესაც შევდივარ აუდიტორიაში და პირველად შევდივარ და არ ვიცნობ სტუდენტებს, ყოველთვის ვეუბნები, რომ მე მინდა რომ ვიყო თქვენი მეგობარი. თუმცა მეგობრობა არასდროს არ არის სამმხრივი. არ არის მეგობრობა ფეხბურთის თამაშით სალკარში. თუ თქვენი სურვილიც იქნება, მე გპირდებით, რადგან თქვენზე დიდი ვარ, თქვენზე გამოცდილი ვარ, რომ ჩვენი მეგობრობა იქნება სრულფასოვანი და შემდგარი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქმიან ურთიერთობაში გადავლახავთ ზღვარს. და როდესაც ყველაფერი გააქვს თვალნათლივ წარმოდგენილი სტუდენტებთან, როდესაც გაჭრილი კარტებით ეთამაშები სტუდენტებს, ეთამაშები არა манипуляციის ჭრილში ოქონდ. მაშინ ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ანუ ადამიანებმა იციან, რომ რეალურად არიან ჩემი მეგობრები, მაგრამ აუდიტორიაში მე ვარ ლექტორი და ისინი არიან სტუდენტები. ლექტორი, რომელიც მათ ემეგობრება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ზედმეტად ფამილარულად მესაუბრონ, ან ზედმეტად თავხედურად მესაუბრონ, ან იქ მოვიდნენ და ქულად დაგვიწერე ისე შენ ხო ჩემი მეგობარი ხარ. არა, საქმე არის საქმე, მეგობრობა არის მეგობრობა. ბატონო, ანუ ხო, ბალანსი არის თავარი აქ და ბალანსის დაცვა. კი ბატონო, ძალიან კარგი. ან თქვენ აი ეს ამბობთ რომ ხო ეს მეგობრობაზე გკითხავთ კიდე თუ შეიძლება ეს ძალიან მაინტერესებს დღესდღეობით ამ სტუდენტებს თითქოს უჭირთ რაღაცა სოციალური ურთიერთობები ხო ანუ ადამიანებს ხშირად არენდობიან და ასე შემდეგ ანუ აი აქ რა დამოკიდებულება ეგ მხოლოდ სტუდენტებს არა მე მგონი უკვე ადამიანებს გვიჭირს იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან გაფუჭდა ადამიანური ურთიერთობები სამწუხაროდ დიახ მე პირადადაც მაქვს სერიოზული ნდობის პრობლემები ადამიანების მირჩევნია ვიყო გახსნილი, ვიყო ღია, ვიყო მიმღებელი, მყავდა ძალიან ბევრი ნაცნობი, მეგობარი, მაგრამ ის, რასაც ქვია, რომ ბოლომდე გახსნილი იყო ადამიანებთან, მე არ ვარ ესეთი.
სამწუხაროდ ძალიან ცუდი გამოცდილებებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ რაღაცა იყო პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც სიტყვას თავისი ფასი ჰქონდა, ფიცს თავისი ფასი ჰქონდა, პირობას თავისი ფასი ჰქონდა. ეს ყველაფერი იმდენად გაუფასურდა და ღალატი იმდენად სტანდარტული გახდა, ანუ სტანდარტიზაცია მოხდა ამ ღალატის ფენომენის, რომ ადამიანებს გვიჭირს ერთმანეთს ვენდოთ. რაც უფრო ახალგაზრდა ადამიანი და რაც უფრო მოუმწიფებელია, მით უფრო მეტად აქვს ამ ნდობის პრობლემა. პატარა ბავშვებსაც კი მცირეწლოვან ბავშვებს, აი 2 წლის ბავშვი გაცილებით მეტად უჭირს ნდობა გამოუცხადოს და თავი უსაფრთხოდ იგრძნოს ადამიანთან, ვიდრე 18 და 20 წლის ადამიანს, ხო? ამიტომაც თქვათ, ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ, რომ ყველას ვენდობით, სტუდენტები ამას არ თამაშობენ და პირდაპირ გეუბნებიან, რომ მე თქვენ არ გენდობით. ანუ თუ გინდა რომ გენდო, ამ ნდობას ჭირდება დამსახურება. და სწორედ აქ შემოდის პროფესიონალიზმი, როგორ უნდა გახსნა სტუდენტი. კი ბატონო, და რაში არის ეს საიდუმლო? სიყვარულში. მე მიყვარს ჩემი პროფესია. არასდროს არ ვიფიქრებდი, რომ წავიდოდი აკადემიურ სფეროში. არასდროს, იმიტომ რომ ჟურნალისტი ვარ, როგორც იცით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მაქვს, ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც უკვე მას კომუნიკაციების მიმართულებით დაცული. და სულ მინდოდა ეს მიკროფონი, ტელეწამყვანობა, სირბილი და გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი. გავაკეთე, სადაც პროტესტი იყო გამოსახატი, გამოხატე, სადაც სასირბილო იყო ვირბინე, სადაც ტელეწამყვანობა მინდოდა რომ კადრში ჩანვარ. ეს ეტაპიც გადავლახე, შემდგომ შევქმნით არაჩვეულებრივი პროექტი საქველმოქმედო, რომლითაც სხვათა შორის რეგიონალურმა ტელევიზიებმა ისუნთქეს ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ საეთერო ბადეში როგორც კი ლუფტი გაუჩნდებოდათ, რადგან უსასყიდლო იყო და მეცინატური იყო ეს პროექტი ატრიალებდნენ და ატრიალებდნენ, მაგრამ მე დადგა ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომ უნდა წამოსულიყავი ჟურნალისტიკიდან და ვეძებდი პროფესია, სადაც თავს ვიგრძნობდი ძალიან კარგად. მე მჭირდებოდა აუდიტორია და ეს აუდიტორია ვიპოვე უნივერსიტეტში. თან სუფთა ადამიანებში ვიპოვე, ადამიანებში, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრებისგან არ არიან გარყვნილი, მომწონს სწავლების პროცესი. შესაბამისად ეს პროფესია უკვე შემისაბამებოდა. მომწონს სიახლეები, მომწონს კვლევა, ამიტომაც რაღაცნაირად მეც გავიზარდე, მეც ვისწავლე, მეც ჩამოვყალიბდი და ეს გზა გავიარე ჩემს სტუდენტებთან ერთად. ჩემთვის გამოწვევა იყო ის, რომ მე მაგალითად ლექტორს რო ვურეკავდი, ვკვდებოდი ნერვიულობით. არ ვიცი მე შინოდა. კი, ესე იყო. და თავში არავინ არ ჩამორტყავდა, ძალიან კარგი ლექტორები მყავდა, მაგრამ არ მინდოდა რომ ეგეთი ყოფილიყავ. მინდოდა რაღაცნაირი სხვა საიმიჯო პარამეტრების შემომეტანა ჩემში როგორც ლექტორში, რაღაცა დამემკვიდრებინა, რაღაცა დამეტოვებინა. მინდოდა რომ ეს ხით ჩატეხილობის პრობლემა, რაც სტუდენტებსა და ლექტორებს შორის არსებობდა, ცოტა ამბიციურობა, ცოტა ხიბლი, ცოტა კვარცხლბეკზე შედგომა და იქიდან საუბარი სტუდენტებთან, ეს ყველაფერი უნდა გამეცამტვერებინა და თან ეს უნდა გამეკეთებინა ისე, რომ მე არ დამეკარგა ჩემი იმიჯი, რეპუტაცია, პრესტიჟი, ავტორიტეტი სტუდენტებში და მე მგონია რომ ჯერჯერობით შევძლებ. კი, გონია. კი. ანუ ის რაც ჩვენ დროს გვაკომპლექსებდა, დღეს დღევანდელ თაობას აქვს, ხო, გამჯდარი. ანუ თუ ყოფილა რაიმე ისეთი, რაც გისწავლიათ პირობითად სტუდენტისგან. სტუდენტისგან ვერ ვიტყვი რომ ესე მისწავლია, იმიტომ კი არა რომ ყველაფერი ვიცი, მე როდესაც აუდიტორიაში შევდივარ, სტუდენტებს ვეუბნები რომ ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის ეპოქა. ამიტომ შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს დაუსვა ჩამჭრელი კითხვა, შესაძლებელია პროფესორი გამოიჭირო რამეში, იმიტომ რომ პროფესორი არის ადამიანი და პროფესორი არ არის ღმერთი. თუ ჩვენ თაობას გაუჭირდებოდა თქვა პროფესორისთვის კითხვის დასმა, იმიტომ რომ ვერ გაბედავდა, იმიტომ რომ მასზე ნაკლებად ინფორმირებული იყო, მცოდნე თავისთავად უფრო ნაკლებად ვიყავით, ხო? ახლა ინფორმაციის მოპოვება იმდენად გამარტივებულია, რომ სულ რომ გენიოსი იყოს ადამიანი, აინშტაინი იყოს, ვუნდერკინდი იყოს, მისი ჩაჭრა, მისი გამოჭერა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. ამიტომ მე როდესაც აუდიტორიაში შევდივარ, სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ იქნება ისეთი საკითხი, რომელიც არ ვიცი, მე წავალ, მოვიძიებ და ძალიან გემრიელად, სანდო წყაროზე დაფუძნებულ, დამუშავებულ ინფორმაციას მოგიტან თულგან ფიდბექად, უკავშირად. იმიტომ არ მისწავლია სტუდენტისგან, რომ ეს მეუკადრისება უფრო სწორი ფორმულირება იქნება, თუ სტუდენტებთან ურთიერთობამ რა მასწავლა. დიახ. სტუდენტებთან ურთიერთობა მასწავლა მოთმინება. თუ მეგონა რომ ადამიანს ერთხელ რომ ავუხსნედი, მეორედ აღარ ავუხსნედი არაფერს, იმიტომ რომ ძალიან კარგი საკომუნიკაციო სკილები მაქვს და შესაბამისად
მან ეს უნდა გაიგოს სტუდენტებთან ურთიერთობა მასწავლა ის რომ საჭიროა მოთმინება და თუ საჭიროა უნდა უხსნა ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ უპასუხო მეილზე, მესენჯერ WhatsApp-ზე, Instagram-ზე სტორზე რეპლაის რო გაგიკეთებს, თუნდაც არასამუშაო დღეებში, თუნდაც შვებულების დროს, თუნდაც არათემატურად და საერთოდ რომ შენ არ გეხება ეგ საკითხი, მაინც უნდა ესაუბრო და მე შევიყვარა ეს პროცესი. მე ამას არ ვაკეთებ ვალდებულების გულისთვის. მე მიყვარს ეს პროცესი. ძალიან კარგია, მადლობა პასუხისთვის. ხელოვნური ინტელექტი ახსენეთ, როგორ რეაგირებთ, როდესაც ხვდებით, რომ სტუდენტის ნამუშევარი ცოტა ხელოვნური ინტელექტისკენ არის გადახრილი? აი მანდა ცოტა განსხვავებული პოზიცია მაქვს, მე ვიცი პროფესორების დამოკიდებულება, რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ დროსთან ჭიდაობას ვერ დავიწყებთ. როგორც კი დროსთან ბრძოლაში შეხვალ, მაშინვე წააგებ. დროს თუ ბრძოლა მოუგე, მაშინ უკვდავ ხარ. შესაბამისად არ უნდა დაიწყო ეპოქასთან ჭედილი და ბრძოლა. მოიტანა ცხოვრებამ, განვითარდა მეცნიერება, გვაქვს ხელოვნური ინტელექტი, მოდი სტუდენტებს ვასწავლოთ, როგორ უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი სწორად და არა ისე, რომ დაარღვიონ სხვისი უფლებები. აი სხვისი ინტელექტუალური უფლებები დაარღვიონ, მოატყუონ, მაგალითად პროფესორი მოიტყუონ თავი, არ იყვნენ მზად, საერთოდ არ იყვნენ ინფორმირებული და პირდაპირ copy-paste-ით დაკოპირებით გადმოიტანონ, არ ვიცი, ეს კოდი იქნება თუ ChatGPT ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა რაც იქნება. ამიტომ თუ მე ვნახე რომ ეს არის დაკოპირებული ნაშრომი, მას აუცილებლად გავაუქმებ და ქულას არ დავწერ, ან ვეტყვი რომ მოდი ზეპირად ჩამაბარე და ბუნებრივია რომ თუ ადამიანი მომზადებული არ არის, რაც არ უნდა დაკოპირებული და მოტანილი ქონდეს ის ზეპირად, ანუ ესე ვერბალურად ვეღარ მოგიყვება ვერაფერს, ვერც კითხვებზე გიპასუხებს. თუ ხედავ რომ სტუდენტმა ძალიან სწორად გამოიყენა ეს დროის დაზოგვის მიზნით, მაგალითად, კარგი პრეზენტაცია შექმნა, ჩვენ დროს რო ვიწყედი და PowerPoint-ში რაღაცას ვაკოპირებდით, ეს აკადაგდე, ის აკადმაგდე. ეხლა გაცილებით დახვეწილი შეიძლება შექმნა, არ ვიცი, იგივე Canva-ში ან სხვა პლატფორმებზე და რატომაც არა. თუ სწორად არის გამოყენებული, მე მომხრე ვარ და არ ვეჭიდავები დროს. აი, დღეს ბევრი სტუდენტის განგვსმენია, რომ აი უმაღლესი განათლება და დიპლომი, ასე ვთქვათ, საერთოდ არ არის საჭირო და თქვენ რას ეტყოდით, ასე ვინც ფიქრობს მსმენია, მაგრამ არასდროს არ მომისმენია არგუმენტირებული პასუხი. ძირითადად მსმენია როგორი ავტორებისგან იცი, ვინც მოკლევადიანი კურსების შექმნით და მარკეტინგული გაყიდვებით არის დაკავებული. რაღაცნაირად თითქოს აცამტვერებენ, აუფერულებენ ამ ძირითად აკადემიურ სწავლებას და ამბობენ, რომ მოდი ჩვენთან და 8 კვირაში თქვენ მოგცემთ პროფესიას, სადაც გამოიმუშავებთ 10,000 და 20,000. ძალიან კარგია. არ არის ცუდი, არაფერი იმაში, რომ მოკლევადიანი კურსები გაიარო, მეც, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზეც კი სულ ვცდილობ, რომ ან ჰარვარდის, ან ოქსფორდის, ან ბოსტონის ნებისმიერი სხვა ცნობილი უნივერსიტეტის კურსი, მით უმეტეს, რომელიც არის ონლაინ რეჟიმში, გავიარო და ავიღო სერტიფიკატი, ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ მე ეს კურსი გავიარო და გავიაზრო, ამისთვის მჭირდება ბაზა. საფუძველი, ზუსტად ამ საფუძველს მაძლევს მე აკადემიური სწავლება, მინიმუმ ბაკალავრიატზე სწავლება. თუ ეს თეორიული საფუძველი მე არ მაქვს, ფუნდამენტური სწავლება, რასაც გვია, მე არ მექნება არავითარ შემთხვევაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება და იქ სადაც კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ადამიანს არ გააჩნია, მას აქვს პასუხი ცხოვრებაში კითხვაზე მხოლოდ როგორ უნდა გადაჭრას პრობლემა, მაგრამ არ აქვს პასუხი კითხვაზე რატომ უნდა გადაჭრას. ადამიანის არჩევანია, თუ მას უნდა რომ უბრალოდ უთხრან როგორ გააკეთოს და ეს ისწავლოს, წავიდეს გაიაროს მხოლოდ კურსები. თუ ადამიანს უნდა რატომთან, როგორთან ერთად რატომაც იცოდეს, მაშინ უნდა აირჩიოს მეორე გზა და ჩააბაროს და ისწავლოს. ბატონო, ეს წარმატებულ ქალზე მინდა გკითხოთ, თქვენი გადმოსახედიდან როგორი არის წარმატებული ქალი და რა მოთხოვნებს უყენებს მას საზოგადოება? საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა, ფემინიზმი ძალიან კარგად ღრმად ფესვებ გადგმულია და უკვე ცოტა დამახინჯებული ფორმაც მიიღო, ანუ კლასიკური გაგებით ფემინიზმთან, როგორც პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. ქალთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული იდეოლოგია იყო და რატომაც არა. მაგრამ უკვე რატომღაც არა მარტო ფემინიზმმა, არამედ სხვა პოლიტიკურმა იდეოლოგიებმაც მიიღო დამახინჯებული ფორმა იმის მაგივრად, რომ პირიქით ჰიბრიდული გამხდარიყო სხვა პოლიტიკურ იდეოლოგიებთან. აი მაგალითად ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი რომ აიღო, ცოტა კუთხეებს თუ ჩამოიქლიბავს ორივე, უკვე რაღაცა ისეთ ნაჯვარს ვიღებთ, რასაც საზოგადოების უმრავლესობა შეიძლება რომ შეჯერდეს და არ იყოს სულ დაპირისპირება მემარცხენე, მემარჯვენე და ეს დაპირისპირება როგორც წესი გადადის კონფლიქტში და გადადის სიტყვერ შეურაცხყოფაში
შემთხვევაში თუ ფიზიკურ შეურაცხყოფაში არ გადავიდა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა საზოგადოება ქალის მიმართ არის გაცილებით უფრო მეტად მომთხოვნი ვიდრე მამაკაცის მიმართ. და არასდროს არ უნდა აღიაროს, რომ ქალს გაცილებით უფრო მეტად ებრძვის დრო, ისევ დროსთან მივდივართ, ვიდრე მამაკაცს. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ქალს შეზღუდული ბიოლოგიური საათები აქვს იმისთვის, რომ გახდეს დედა. მამაკაცს ასეთი შეზღუდული დრო არ აქვს. დედა რომ ხდები, გინდა არ გინდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვის კარგი ორსულობის პერიოდი აქვს, გინდა მენტალურად, გინდა ფიზიკურად, გჭირდება დრო, რომ შენ თავს დაუთმო ეს დრო, როგორც დედამ და არა როგორც ქალმა და შენ შვილს ან შენ შვილებს დაუთმო ეს დრო. ამიტომ ყველა ვარიანტში კარიერულად მამაკაცი ყოველთვის წინ მიდის. ყოველთვის გასწრებს, მაგრამ საზოგადოების უკავშირს რომ შეხედო, გაცილებით უფრო მობიერია და აღტაცებული და უკრავს ხმამაღალ აპლოდისმენტს მამაკაცის ნებისმიერ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ნაბიჯს, ვიდრე ქალისას. ქალის მიმართ არის ძალიან მკაცრი და მომთხოვნი. ქალი უნდა იყოს ლამაზი. ქალი უნდა იყოს აუცილებლად მოვლილი. ქალი უნდა იყოს ნასწავლი. ქალს უნდა გააჩნდეს ისეთი დახვეწილი მანერები, ღირებულებებით სავსე უნდა იყოს. პარალელურად უნდა იყოს ძალიან კარგი დედა. უნდა რაღაცნაირად ასიამოვნოს ყველა ქმარი, შვილი, ოჯახის ყველა წევრი, საზოგადოების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და პარალელურ რეჟიმში კარიერულად უნდა იყოს წარმატებული. და ამ ქალს ისეთი აპლოდისმენტები არასდროს არ ხვდება წილად, როგორც მამაკაცს ხოლმე. სამწუხაროდ ეგრეა. დიახ, თქვენ მოგზაურობა გიყვართ, როგორც ვიცი და ეს თქვენ რაც ჩამოაყალიბეთ ახლა მხოლოდ როგორ ფიქრობთ, მხოლოდ საქართველოშია ესეთი სტერეოტიპები თუ სხვა ქვეყანაშიც შეგხვედრიათ მსგავსი დამოკიდებულება ქალის მიმართ? ძირითადად მაინც უფრო პატრიარქალურ ქვეყნებშია მსგავსი დამოკიდებულება. აი ერთ პატარა მაგალითს მოგიყვან. მე მაგალითად როდესაც ევროპაში სამოგზაურო და ტურისტული დანიშნულებით ხშირად დავდირო, ხშირად საქმიანი შეხვედრები მაქვს, თქვა ბიზნეს შეხვედრები ან ერასმუსის გასვლით პროგრამით, როდესაც ლექციებს ვკითხულობ ხოლმე, იქ აქვს როგორი რეაქცია, იცი რომ ცოტა ხანში 37-ის ხვდები, არ ვიცი ხს გადაცემა როდის დაიდება. და რო იგებენ რომ სიტყვაზე პირობითად 37-ის ვარ და თან 3 შვილი მყავს და აქედან უფროსი 17-ის და პატარა 4-ის, შოკში არიან რომ როდის მოასწარი სწავლა, როდის მოასწარი გაზრდა, როდის მოასწარი რომ ბედნიერი იყო, როდის მოასწარი რომ საკუთარ თავთან ბალანსში იყო, როდის მოასწარი სამჯერ ორსულობა, სამჯერ მშობიარობა, 3 შვილის გაზრდა და პლუს აკადემიური ხარისხების აღება, ხო? ეს მარტივი ხო არ არის, ხა ვიღაცას ესე გონია პროფესორობა, მაგრამ ამდენი საფეხური უნდა გაიაროს ადამიანმა, ხო? 4 წელი ბაკალავრიატზე ისწავლო, 2 წელი მაგისტრატურაზე ისწავლო, 3 წელი კარგი შემთხვევაში თუ ჩამოყალიბებული ხარ ისწავლება გინდა დოქტორანტურაზე. მე მაგათ შუაში კიდე სხვადასხვა კურსები მაქვს გავლილი და სხვადასხვა უნივერსიტეტები მაქვს დამთავრებული. და შოკში არიან და აი აციმციმებულები გიყურებენ რაღაც ძალიან დიდი პატივისცემით ჩვენთან. ეგ რა არის? მაგას რა უნდა? მაგას ხო ყველა იზამს. ეს მამა შენის გამო მოხდა. ეს დედა შენის გამო მოხდა. ეს შენი ქმრის გამო მოხდა. ეს ეთყობა პარტნიორი ყავს ასეთი და ამიტომ ანუ რატომ უჭირთ იმის აღიარება, რომ ქალმა შეიძლება და ძალიან დიდი შრომა ჩადოს იმაში, რომ იყოს ის, ვინც არის და ვინ შენ ასე ძალიან მოგწონს. ეს ჩემთვის დღემდე ამაუხსნელი. არ ვიცი რა სჭირს ამ ხალხს, მაგრამ ფაქტია რომ ამის აღიარება უჭირს. კი, ნამდვილად მეც გეთახვევით, ნამდვილად ესეა. და თქვენ მართლა მეც გამიჩნდა ესეთი კითხვა, როგორ მოასწარით და შეძელით ეს ამდენი, ასე ვთქვათ, როლის მორგება და როგორია თათა აი ამ როლებიდან როცა გამოდის და საკუთარ თავთან რჩება მარტო? არ მძინებია. მართლა არ მძინებია. ალბათ აბიტურიენტობიდან მოყოლებული. იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა საშუალება ოჯახს და მე არასდროს არ მრცხვენია ამ თემაზე საუბრის, რომ კერძო რეპეტიტორებთან გვევლო. საბედნიერო ძალიან კარგ კერძო სკოლაში დავდიოდი, თუმცა ეს არ არის კერძო სკოლა, ძალიან ძვირი რომ უნდა გადაიხადო და იმ პერიოდში განსაკუთრებით საკმაოდ ბიუჯეტური იყო და მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები, რომლებიც როდესაც ხედავდნენ ჩემში რამხელა სურვილი და мотиваცია იყო სწავლის, აბსოლუტურად უსასყიდლოდ მედგნენ გვერდით. და არ ვიცი ვინ დაიჯერებს, დილის 7 საათზე მივდიოდი, რომ დამატებით კიდევ მე მეცადინე, იმიტომ რომ ჩემთვის გრანტს თუ არ ავიღებდი, აკადემიური სფერო იქნებოდა დახურული. ვერ გავაგზავნებდი სწავლას, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გადამიხდი და სწავლის ფულს. აი მაშინ რომ დავიწყე დილას გაღვიძება, მე მგონი დღესაც არ მძინდა. ჩვევაში. ასე მოასწარი ეს ყველაფერი. რაც შეეხება როლებს, მიუხედავად ყველაფრისა, მე ყველგან თქვა მაქვს აქაც გამეორდები, რომ
ჩემთვის მთავარია ვიყო კარგი დედა. ჩემთვის ყველაზე წარმატებული პროექტი, როგორც ადამიანის, როგორც ქალის, როგორც დედის არის ეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი არის ეს. თუმცა მე არ ვარ სახლში ჩამჯდარი დედა, იმიტომ რომ მე ასე ბედნიერი ვერ ვარ. ვიღაცა არის ბედნიერი და ეს მისი არჩევანია და ღმერთმა გაუმარჯოს. მე თუ სახლში დავჯექი, დამემართება დეპრესია, დავისტრესები და ვიგდები აუტანელი. შვილებისთვისაც კი აუტანელი. ამიტომ მირჩევნია რომ მართლა ღამეები ვათიო, არ მეძინოს, რაღაცა ბერნაუთი გადაწვა დამემართოს, მაგრამ ვიყო სხვადასხვა ასპექტი ძალიან აქტიური, მოუსვენარი, გურული ტემპერამენტი. და ეს კარგი დედობა რას ნიშნავს თქვენი გადმოსახედიდან? ეს არის ძალიან რთული საკითხი. იმიტომ რომ სხვადასხვა ასაკში გავხდი დედა. ზოგადად აღნიშნე, არ ვიცი მონტაჟის დროს ჩასვამთ თუ არა. 4, 7 და 17 წლის შვილი მყავს. 4 წლის ნიკოლა სჭირდება აბსოლუტურად სხვა და მასთან ერთად რომ დარბის, ხატავს, მავნებლობს, აფუჭებს რაღაცებს, წუწაობს. 7 წლის სოფია სჭირდება ესეთი გაპრანჭული დედა, რომელიც მისთვის არის role model, რაღაცა მისაბაძი მაგალითი, ცოტა უკვე გოგოშკურ ქალურ თემებზე რომ გინდა საუბარი, კითხვები რო უჩდება სამყარო შემეცნების და 17 წლის გიორგის, რომელსაც მე გიუშას ვეძახი და მავიწოდა ასულ რომ გაიზარდა და მაინც გიუშათი მოვიხსენიებ. ხოლმე სჭირდება მეგობარი. სად გადის ზღვარი და როგორ უნდა დააბალანსო შენი თავი, შენი როლი ამ დედობაში? ამას სწავლობ ყოველდღიურად. შეცდომას უშვებ, ამ შეცდომას აანალიზებ და მერე მიდიხარ გამოსწორებული შენ შვილთან. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ შვილები არ არიან მშობლებთან დამნაშავეები. დამნაშავეები არიან ყოველთვის, თუ მაინდა-მაინც მართალს და მტყუას ვეძებთ მშობლები, იმიტომ რომ მშობლები ვერ ვაყენებთ სწორ გზაზე შვილებს. მშობლები ვერ ვაძლევთ იმ უნარებს, თუ როგორ უნდა გაიკვლიონ გზა ამ ცხოვრების ჯუნგლებში. ამიტომ მე არ მცხვენია ვაღიარო, რომ პირველ შვილთან გაცილებით მეტი შეცდომა მაქვს დაშვებული ვიდრე მეორესთან, მეორესთან გაცილებით მეტი ვიდრე მესამესთან და ეს არის მუდმივი ზრდის, მუდმივი სწავლის პროცესი. მანდაც ბალანსის დაცვა საჭირო და მე სულ ვამბობ, რომ მე არ მიყვარს დედასა და შვილს, მამასა და შვილს შორისაც ფამილარული ურთიერთობები. ზღვარი უნდა არსებობდეს, მათ უნდა იცოდნენ, რომ მე ვარ დედა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მე ვარ მათი მეგობარი. სამყაროში თუ ვინმე არსებობს, ვისაც ისინი უყვართ ვარ მე, სამყაროში თუ ვინმე არსებობს, ვინც ყველაფერს გაუგებს და ყველაფერს აპატიებს ვარ მე და სამყაროში თუ ვინმე მათ გვერდით დადგება და დაუპირისპირდება დანარჩენ მსოფლიოს ვარ მე. ადამიანი ვარ, შეიძლება გავბროს და შეიძლება ემოციები გამოვხატო, შეიძლება რაღაცა ფაქტი მიუღებელი იყოს ჩემთვის, მაგრამ მას შემდეგ რაც გადამივლის ეს ყველაფერი და დამშვიდდები, მათი ნომერ პირველი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ვარ მე და მინდა რომ ეს ჩემმა შვილებმა იცოდონ. და ამათ ვეუბნები ყოველდღიურად. ანუ ეს ლექტორის მკაცრი ხასიათი დიდად არ გადაგაგვთ. მე არ ვარ მკაცრი ლექტორი. მე ვარ მომთხოვნი ლექტორი. იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი თავი, იმიტომ რომ მე მიყვარს სტუდენტები, იმიტომ რომ მე მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. მე რომ არ მიყვარდეს, მაშინ ძალიან მარტივია ლექციის გაცდენა, სემინარის გაცდენა. მაშინ საერთოდ არ დაიტვირთავ თავს იმაზე ფიქრით, რომ იყოს სამართლიანი ლექტორი, იყო ობიექტური ლექტორი, რომ ვიღაცას ზედმეტად არ დაგეჩაგროს, რომ ვიღაცას ზედმეტად არ წაახალეს. მე ამაში იმხელა ემოციურ სამუშაოს ვდებ, რომ იქედანაც ვითხოვ ბუნებრივია. ვითხოვ და ეს არის მოთხოვნა. ანუ მომთხოვნი ლექტორი ვარ და არავითარ შემთხვევაში არ ვარ მკაცრი ლექტორი. ეს შეიძლება თქო მე. კი, ასოცირდებოდა ყოველთვის ეს ლექტორობა სიმკაცრესთან და ასე შემდეგ. დღემდე ეს. ბატონო, ერთი კითხვა ესეთია, თქვენ სწავლა ახსენეთ, როდესაც თქვენ ასე ვთქვათ აბიტურიენტობას თუ ბავშვობას იხსენებდით და ერთი კითხვა მაქვს ასეთი, თუ გგონიათ რომ აი როდესაც არ იყო ეს ტელეფონები და гаджеტები და ასე შემდეგ, იმიტომ ხომ არ უთმობდა პირობითად წინათაობა უფრო მეტ დროს სწავლას. თუ ადამიანის შინაგანი ბუნებიდან მომდინარეობს სწავლისადმი სიყვარული, როგორ ფიქრობთ? არა, მე ვფიქრობ, რომ ეგეც აღზრდის საკითხია. აი, მანდაც მშობლის როლი არის ძალიან დიდი. ესე დასვა და ძალით აკითხო რაღაცები.
ჩვენ დროს რო იყო საზაფხულო ლიტერატურას ეძახდი, მე დამატებითი კლასგარეშე ლიტერატურა რომ იყო. ჩემი აზრით არის ნაძალადები და არანაირ კარგ შედეგს არ გამოიღებს. შეიძლება დისციპლინისთვის კარგი იყოს, რუტინისთვის კარგი იყოს. ერთხელ წააკითხო ძალით, ორჯერ წააკითხო და მერე შეეჩვიოს, მაგრამ მთელი ცხოვრება ამას ძალადობით ვერ გააგრძელ. ხო, ეხლა ფიზიკური ძალადობა არ არის, მაგრამ გინდა არ გინდა, მაინც მშობლის ზეგავლენა. ზეგავლენა უნდა იყოს მაინც უფრო დისკუსიის და დიალოგის დონეზე. მე წავიკითხე და შენ წაკითხული გააქვს? თქვათ უფროს ბიჭს რო ვეუბნებ, არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რა მოხდა მე, აი არ მაქვს წაკითხული. არაფერი უბრალოდ და რაღაცა კონკრეტულ ფრაზას მოვიყვან. მაგალითად, აი შენ როგორ ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? მე რა ვიცი, ახლა შენ წაკითხული გაქვს და უფრო არგუმენტები გაქვს, მე არ ვიცი, ხო და წაიკითხე მეთქი. და მოდი მე კამათი, შენ ხო გიყვარს კამათი, შენ ხო გიყვარს რაღაცას მიმტკიცებ, რომ ჩემზე ჭკვიანი ხარ, რომ ჩემზე ძლიერი ხარ, დამიმტკიცე, რომ დამიმტკიცო ამისთვის რა არის საჭირო. ის რო წაიკითხო. გადაშალო, წაიკითხო, გაიაზრო, შეიძლება ხვალ არც მწერლის სახელი და გვარი გახსოვდეს. არც კონკრეტული ფრაზები გახსოვდეს, მაგრამ პროცესით ხო ის სიამოვნე. კითხვის დროს პროცესით ხო ის სიამოვნე. და ის ძირითადი მესიჯები და შეტყობინებები, რაც წიგნში დევს. არა აქვს მნიშვნელობა პროფესიული ლიტერატურა იქნება ეს თუ მხატვრული ლიტერატურა. გზრდის როგორც პიროვნებას. და აბსოლუტურად სხვანაირი ხარ, ვიდრე ადამიანი, რომელსაც კითხვა არ უყვარს. და ამ გაჯეტებზეც რო გითხრათ, მავნეზე გავლენას ხომ არ ახდენს და წიგნი ხომ არ ჩაანაცვლა ამ ყველაფერმა თქვენი აზრით? გაჯეტი წიგნს ვერ ჩაანაცვლოს, ჩემი აზრით ვერასდროს. აი რაც არ უნდა პადები იყოს, აი ამას რო ვერ აკეთებ. რო ვერ ჭრი, რო ვერ ფურცლავ. სუნი რო არ გცემს ფურცლის და ეს არ არის მელანქოლიური საუბრები ახლა. გაჯეტი ჩემთვის წიგნს ვერასდროს ვერ ჩაანაცვლოს. არც მგონია რომ რომელიმე თაობისთვის პირიქით აი დაუფიქრდით, უფრო რაღაცა ვინტაჟური, უფრო რეტრო სტილი შემოდის ყოველთვის. რაღაცა უფრო რომანტიზება ხდება იმის, რომ წერილი მომწერა, მესიჯი კი არ მომწერა, წერილი მომწერა. ამიტომ არ მგონია რომ ჩანაცვლება მოხდეს. როგორც ხელოვნური ინტელექტთან აქაც იგივე პოზიცია მაქვს. გამოიყენეთ სასარგებლოდ. განვითარდეთ. ჩემ შულსაც აქვს პლანშეტი, მაგრამ ვთქვათ, თამაშობს პაზლების აწყობას. ხა პაზლს ესე აწყობ, თუ იქ აწყობ, გაჯეტი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აქ რაღაცა განვითარებაზე არ მაქვს სენსორულ განვითარებაზე საუბარი და რა თქმა უნდა დოზირებულად, რომ ამან არ გამოიწვიოს ზედმეტი ნერვული გაღიზიანება ბავშვებში. ბავშვებში რა დიდებშიც. ზოგიერთ აქვე გკითხავთ ახალგაზრდამ რომ წაიკითხოს ბევრმა წიგნი ისეთი რომელს ურჩევდით. მე არ ვარ ადამიანი, ვისაც აქვს ჩამოყალიბებული ასეთ კითხვებზე პასუხი. აი მაგალითად არ ვიცი რომელია ჩემი საყვარელი ფერი. არ ვიცი რომელია ჩემი საყვარელი მწერალი. არ მიყვარს რჩევების მიცემა, იმიტომ რომ ვიღაცისთვის პირობითად, მაგალითად ბულგაკოვი არის ნომერ პირველი მწერალი და ძალიან უყვარს ოსტატი და მარგარიტა. პატივს ვცემ, ჩემი დასაწუნი რა აქვს, წაკითხული მაქვს რამდენჯერმე, მომწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ჩემთვის ნომერ პირველია. მე ძალიან მომწონს დოსტოევსკი, მაგრამ ვიღაცებს არ მოსწონთ. დოსტოევსკის არაფერი არ აკეთება, ამით რომ ვიღაცებს არ მოსწონთ და სოფლიოში წამყვან მწერლად რჩება როგორც დასავლურ სამყაროში, ასევე ჩვენთანაც. არ ვიცი, ვიღაცას მოსწონს ჰემინგუეი, ვიღაცას მოსწონს თომას მანი, ვიღაცას მოსწონს კამიუ, არ ვიცი, ვიღაცას ფოლკნერი, გააჩნია რა დამოკიდებულება გაქვს და რაც თავია ცხოვრების რა ეტაპზე ხარ. ეხლა მაგალითად გადმოღებული მაქვს და ჰერმან ჰესეს ტრამარის გელს კითხულობ თავიდან. იმიტომ რომ მე რო 17 წლის ასაკში წავიკითხე, მაშინ აბსოლუტურად სხვა შეხედულებები და გააზრება მქონდა. ახლა სხვა შეხედულებები. ნედოცმები კარამაზოვები წავიკითხე თავიდან, სხვა დამოკიდებულება გამიჩნდა და ჩემ შულს რო წავაკითხე 20 წლიანი სხვაობა გვაქვს, იმას სხვა დამოკიდებულება და თავიდან სულ პროტესტი ქონდა, რომ ეს 200 გვერდი აღწერა რა საჭიროა გამაგებინა, ხო შეიძლება პირდაპირ სიუჟეტზე გადავიდე. ამიტომ ესევე ძალიან რთულია ურჩევ ადამიანს რა უნდა წაიკითხოს. დამოკიდებულია გენდერზე, დამოკიდებულია სოციუმზე, აღზრდის ტიპზე, გემოვნებაზე, რა განცდებშია, რა ემოციებში ადამიანი შეიძლება დეპრესიაში იყოს და ისეთი წიგნი ურჩიო, რომ უარესად გაუღრმავა ეს დეპრესია. ამიტომ დაი ყველაფერი იკითხოს და თვითონ გადაწყვიტოს რომელია მათი საინტერესო და მისაღები. დიახ, და ხშირად ამბობენ, რომ აი წიგნი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ნუ ფილმი მაქვს ნანახი თქვენი აზრით, აი ეს დამოკიდებულება როგორია ქართულ ახალგაზრდას?
სხვათა შორის არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ფილმი ჯობია წიგნს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ამბობენ, ეს არის ვიღაცა Google-ის ბუდეს გადაუფრინა, რომ ეკრანიზაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე თქვათ, ნაწარმოები, მაგრამ სხვადასხვა რამეა. ერთი არის ვიზუალური კომუნიკაცია ფილმის შემთხვევაში, ან სერიალის შემთხვევაში, მეორე არის შენი ფანტაზიის გაშლა. ხა, როდესაც რეჟისორი მთავაზობს, რომ კონკრეტული პერსონაჟი უნდა იყოს ქერა, გრძელთმიანი, ლამაზი ქალი, შეიძლება წიგნს, როდესაც ვკითხულობ, იქ წერია, რომ ქერაა, მაგრამ ჩემ ფანტაზიაში მე ტონალობებში გავშალე ეს ქერა. ცივი ქერაა თუ თბილი ქერაა თუ ნეიტრალური ქერაა. რას ნიშნავს გრძელი? გრძელი შეიძლება შენთვის ნიშნავდეს წელამდე თმას, ჩემთვის შეიძლება ნიშნავდეს მხრებამდე თმას, ანუ ფანტაზიას აქვს გასაქანი. და ფილმის ყურების შემთხვევაში უკვე წნეხში ხარ. ჩარჩოში ხარ, რეჟისორი გთავაზობს, რომ ქერა არის თბილი ქერა და გრძელი არის წელამდე ქერა, თბილი ქერა თმა. ამიტომ გააჩნია, რომ მე მაგალითად კითხვა მირჩევნია ფილმის ყურებას, თუმცა კარგი ეკრანიზაციაც ფანტასტიკურია, მშვენიერია გასართობად. დიახ, მადლობა. ანუ ეხლა თქვენ ისე დაახასიათეთ ეს სამყარო, როდესაც წიგნს კითხულობთ, რომ რომანტიული ადამიანი თუ ხართ. ძალიან ზედმეტად რომანტიული ადამიანი ვარ, ალბათ უფრო ვიყავი და წლებთან ერთად ცოტა ეს ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი და უფრო რეალისტი გავხდი, მაგრამ მე არ მესმის სიყვარული როგორ შეიძლება რომანტიზმის გარეშე არსებობდეს. და მაქვს ესეთი ჩემი ფორმულა, რომ ზრუნვა, ყურადღება, ნდობა, ურთიერთპატივისცემა უდრის სიყვარულს. დანარჩენი ეს წიგნებში და ფილმებში მოგონილი და მოტანილი სიყვარული, ერთჯერადი პირველი ნახვით 100 წელი რო გრძელდება, არის ძალიან იშვიათი და ინდივიდუალური შემთხვევა, მაგრამ ის ფორმულა რაც მე ვთქვი, თუ არის ნებისმიერ ურთიერთობაში, ჩათვალე რომ ურთიერთობა იწყება ჯანსაღად და გრძელდება ჯანსაღად. და რაც სწორია პარტნიორები და წყვილი არიან ერთმანეთში ბედნიერი. ბედნიერი და კომფორტულად თუ არ გრძნობ თავს, ისე იძახე ხა შეყვარებული ვარო და იღავი ტრაგედიაში და თვითგვემაში. აჰა, კი ბატონო, მეგობრობაზეც უნდა გკითხოთ აუცილებლად. ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში არის განხილვები, რომ აი ვიღაცები ამბობენ, რომ მეგობრობა არ გვინდა რომ ყავდეს ბევრი მეგობარი, ანუ უფრო მშვიდად ვართ ასეო. აი თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? მე ვარ ძალიან სოციალური ადამიანი. ზედმეტად სოციალური ადამიანი, ვფიქრობ, რომ ექსტრავერტი უფრო ვარ ვიდრე ინტრავერტი. თუმცა ინდობის ამბავი რო აღნიშნოს, ზუსტად აქედან გამომდინარეობს, რომ ბევრი მეგობარი ვერ გეყოლება ადამიანს, იმიტომ რომ მე არ მეგულება ვინმე ისეთი გიჟი იყოს დღეს, რომ ძალიან ბევრ მეგობართან იყოს ბოლომდე გულახდელი. მეგობარი რას ნიშნავს, რომ შენ მასთან საიდუმლო არ უნდა გქონდეს. თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ მეგობრობას, როგორ შეიძლება რამდენი ადამიანი უნდა ყავდეს გვერდით, ვისთანაც ბოლომდე შიშველი იქნები ემოციურად და სულიერად. შეიძლება ყავდეს ბევრი ამხანაგი, ბევრი ნაცნობი, ძალიან კარგ წრეში ტრიალებდნენ, გულწრფელად გიყვარდეს ეს ადამიანები, მათ გვერდით იყო ხინშიც და ჭირშიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს მეგობრობას იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ადამიანები განვიხილავთ ხოლმე. ალბათ ამიტომ აი ესე ნდობის დეფიციტის საკითხია, როდესაც სოციალურ მედიაში ხშირად ამბობენ, რომ მე არ მინდა რომ ბევრი მეგობარი მყავდეს. იმედგაცრუების, გულგატეხილობის, ღალატის შედეგია ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ ხო, ანუ ვიყოთ მეგობრები, ანუ უმეგობროდაც და მეგობრებითაც ბედნიერები. მე მგონია რომ ადამიანი თუ საკუთარ თავთან ბალანსში არის, ჰარმონიულ ბალანსში, ის ყოველთვის ბედნიერი იქნება. პარტნიორის გარეშეც ბედნიერი იქნება, პარტნიორში ცოლი, ქმარი, ანუ ამ პარტნიორს გულისხმობ, მეგობრის გარეშეც ბედნიერი იქნება, შვილების გარეშეც ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალი გამხდარა განკიცხვის ობიექტი, რომ რაც ქვია, შვილი არ გინდა და ბედნიერი როგორ უნდა იყოს. არ უნდა, არ არის ეს ქალი მზად იმისთვის, რომ იყოს დედა. ჩემთვის შვილებია ბედნიერების წყარო. მე ძალიან პატარა რო ვიცოდი, ანუ გენდერული ნიშნით როგორ განსხვავდებოდა ქალი და კაცი, ისიც კი, როდესაც არ ვიცოდი, იმ ასაკიდან ვიცოდი, რომ მინდოდა მყოლოდა 3 შვილი. და მადლობა უფალს, მართლაც მყავს 3 შვილი, მაგრამ ეს მე ვარ ასეთი. ვიღაც არ არის მზად მენტალურად იმისთვის, რომ ყავდეს შვილი. პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს და იცის, რომ არც ამ შვილებისთვის ან შვილისთვის იქნება ეს სწორი გადაწყვეტილება და არც მისთვის იქნება. ამიტომ თუ არ გათხოვდები ბედნიერი არ იქნები, ცოლს თუ არ მოიყვან ბედნიერი არ იქნები, ბევრი მეგობარი თუ არ ყავს ბედნიერი არ იქნები. ხო, ძალიან სტიგმატური და სტერეოტიპული აზროვნებაა ჩემი გადმოსახედიდან. კი ბატონო, ნამდვილად გეთანხმებით. ისევ სტუდენტებს დაუბრუნდეთ. იმედი მაქვს, რომ კომენტარებში არ გამლანცხო. კომენტარები. რა ვქნა, არ ვარ მე პოპულისტი, რომ საზოგადოებას რაც ესიამოვნება იმ საკითხებზე ვისაუბრო და იმედი მაქვს, რომ სწორად გაიგებ. კი, არა, ძალიან სწორი პოზიციები გაქვთ ყველანაირ საკითხზე.
და დიდი მადლობა თათა. და სტუდენტებთან ურთიერთობაზე კი არა და სტუდენტებზე რო გადავიდეთ, ამ ბოლო დროს ესეთი ბოლო დროს რა, ანუ კაი ხანია შემიმჩნევია, რომ აი სტუდენტი სწავლას და მუშაობას ერთმანეთს უთავსებს და ვერ ანუ ხარისხიანად შეიძლება ვერ განახორციელოს განათლება. აი ამ საკითხზე რას ფიქრობთ? როგორ უნდა მოიქცეს? რა უნდა გააკეთოს? ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჯერჯერობით ძალიან დიდი დატვირთვაა თბილისზე და რეგიონებიდან ჩამოდიან ძალიან ბევრი სტუდენტი. დიახ. იქ სხვადასხვა ხარჯებია ხო, რაღაც კომუნალური ხარჯები, იქ იჯარის ხარჯი და ასე შემდეგ. ადამიანებს იმისთვის რომ იარსებონ სჭირდებათ სამსახური. სხვა გზა არ არის. აქაც რაღაცა მასლოუს პირამიდამდე მივდივართ, რა პირველი მაინც არის თვითგადარჩენა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შენ სტუდენტს ვერ მოთხოვ, რომ შენთვის ნომერ პირველი იყოს სწავლა და ამის შემდეგ იყოს ფიზიოლოგიურად შიმშილის დაკმაყოფილება მაგალითად. ამიტომ ძალიან კარგად მე მყოლია სტუდენტი, რომელიც მთელი საფხული მუშაობდა ფიზიკურად, რომ მოეგროვებინა სწავლის ფული და უკვე შემოდგომის სემესტრში, როდესაც დაბრუნდა, მუშაობდა სადღეღამისოდ, არ ვიცი რომ რაღაცა ისეთი ქსელურ მაღაზიაში და როდესაც მოვიდა ჩემთან ლექციაზე, იმდენად პასუხისმგებლიანი იყო ეს ბიჭი, ლექციაზე ჩაეძინა. ჯერ ეს ბიჭი რაც მიყვარდა 10 იმდენად შემიყვარდა, როგორ პატივსაც უცემდი 10 ჯერ უფრო მეტად გამეზარდა მის და მე პატივისცემის შეგრძნება. და ამ დროს ლექტორიც ყოველთვის არის დამთმობი. როდესაც ხედავ ეს ადამიანი რამდენად შრომობს, რომ არც აქ შეირცხვინოს თავი და არც იქ შეირცხვინოს თავი, ყოველთვის გონია რომ ლექტორის სუბიექტურ დათმობაზე ამ დროს მიდის ხოლმე რა. და განსხვავებით იმ სტუდენტებისგან, რომლებიც უბრალოდ სპეკულირებენ, რომ დრო არ აქვთ რომ ისწავლონ. ანუ თუ გინდა მოახერხებ, მესმის რომ რთულია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ მსგავსი ტიპის შრომა ამ ადამიანებს ყოველთვის დაუფასდებათ. აი ასეა ეს ცხოვრება, მეც ზუსტად ეკუთვნი რომ დილის-7-ზე იმიტომ ვიღვიძებდი რომ თქვა სხვა ჩემი კლასელებისგან განსხვავებით არ მყავდა შეძლებული მშობლები, კი არა და მამა საერთოდ არ მყავდა გარდაცვლილი იყო. გაიცვლებული ვიყავი რომ დილის-7-ზე გამეღვიძე, თორემ მაზოხისტი არ ვყოფილვარ, მეც სიამოვნებით დავიცინებდი 9 საათამდე. ამიტომ დაფასდება შრომა, აუცილებლად დაფასდება. დიახ, გასაგებია, ანუ თუ ფიქრობთ რომ განათლების სისტემაში ეს მაინც ვთქვათ, რაიმე ისეთი გამოწვევა არის, რისი შეცვლაც მაგალითად გიფიქრიათ რომ გსურდათ. შედეგების ეფექტიანობა. ჩვენთვის რატომღაც ამ ბოლო დროს ძალიან პრიორიტეტული გახდა რაოდენობა და არა ხარისხი. აი, როდესაც სტუდენტი აბარებს იმიტომ რომ უნდა მშობელს ფარატინა ქაღალდი. იქ შედეგზე ვერასდროს ვერ გავალთ და იქ ეფექტიანობაზე ვერასდროს ვერ ვისაუბრებთ. მე მესმის რომ მშობელს ყოველთვის კარგი უნდა შვილისთვის, მაგრამ შვილს უფრო მეტად უნდა საკუთარი თავისთვის კარგი, ვიდრე მშობელს მისთვის. მანამდე სანამ უნივერსიტეტამდე მოვალთ, მანამდე უნდა ჩადოს სწავლისადმი ინტერესი და სიყვარული შენს შვილში. რომ ის დაინტერესებული, გამზადებული მასალა მოვიდეს უნივერსიტეტში სასწავლად, შესამეცნებლად, საკვლევად. როდესაც სკოლის პერიოდში არაფერი არ უკეთებია ადამიანს და დედას და მამას გინდა რომ აუცილებლად შენ შვილს კონდეს დიპლომი, აბარებინებ უნივერსიტეტში, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს, ფაკულტეტზე რომლის შესახებაც ინფორმირებული არ არის და ის პროფესია უნდა ისწავლოს, იმ პროფესიას უნდა დაეუფლოს, რომელიც საერთოდ არ იცის სამყაროში არსებობს თუ არა, რომელ ეფექტიანობაზე გვაქვს საუბარი. აი, ზუსტად აქ ვამბობ, რომ რაოდენობა ხარისხს აფუჭებს ყოველთვის. სტუდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც გააზრებული აქვს, რას ნიშნავს სტუდენტობა. არ არის აუცილებელი 18 წლის ასაკში გახდე. გაიზარდე, დაღვინდი, 20 წლის ასაკში მოდი, 22 წლის ასაკში და ფულით ყვილად არ გადაყაროთ. მე ამას ვეუბნები ყოველთვის სტუდენტებს, იმიტომ რომ არ ვამბობ ახლა არაფერს განსაკუთრებულს ისეთ, ძალიან ვერ სტუდენტს უთქვამს, რომ საერთოდ არ ჩავაბარებდი დედაჩემს რო არ დაეჯინებინა. მამა ჩემს რომ არ ეთქვა რომ აი ახლა არ გამაბრაზო დროზე წადი და ისწავლე. მეზობლის შვილმა რო ჩააბარა, ჩემმა შვილმა რატომ არ უნდა ისწავლოს? ცხოვრება ასეთი რა, იცი ქაღალდი და დიპლომი რაში გამოგადგეს. ეს არ არის. ეს არ არის სწორი პოზიცია, ეს არ არის ჯანსაღი პოზიცია. მშობელი ამ შემთხვევაში გასაზრდელი და არა შვილი. არ უნდა იმას სწავლა. ზუსტად ეს თქვი რა, იმას ურჩევნია 8 კვირიანი მასტერკლასი გაიაროს, ან ვორქშოპი გაიაროს, ან რაღაცა მოკლევადიანი კურსი გაიაროს და
კონდეს პროფესია და იცოდეს როგორ აკეთოს და გამოიმუშაოს თანხა, ვიდრე რაღაცა ისწავლოს წლების განმავლობაში იხადოს ამაში თანხა და მერე მიიღოს პასუხი კითხვაზე რატომ. ეს არის ადამიანის არჩევანი და ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება. მშობელი არ უნდა ჩაერიოს ამაში არასდროს. აი ამ დამოკიდებულებას შევცვლი და როდესაც საზოგადოებაში დამოკიდებულებები იცვლება, მერე იცვლება სისტემაც. მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლების სათავეში ვინ არის. სისტემაშია პრობლემა და არა კონკრეტულ პიროვნებაში და ამ სისტემას ხშირად საზოგადოება აფუჭებს. საზოგადოება არის შემოქმედი პროცესი ამის, ანუ ის მთლიანი ჯაჭვი, რაც ამ პროცესს გარს არტყამს. ყველაზე დიდი რგოლი არის საზოგადოება, მაგრამ საზოგადოება ამას ვერათ ვიცნობიერებს, იმიტომ რომ გაურბის პასუხისგებლობას. რა ჩემი საქმეა? აბა ვისი საქმეა? შენი საქმე თუ არ არის, მაშინ პრეტენზიებიც ნუ გაქვს. შენი საქმეა და შენ უნდა დააფიქსირო შენი სათქმე. კი ბატონო. ფსიქოლოგები სხვათა შორის ამბობენ, რომ ეს არჩევანის ადრე ხო იყო, რომ აი არ გვაძლევდნენ მაგალითად არჩევანის თავისუფლებას, რომ აი უნდათ რომ იქ ჩავაბაროთ, ვაბარებთ, უნდათ რომ ეს ჩავიცვათ, გვაცვია. ეხლა რაღაცნაირად შეიცვალა ეს სტერეოტიპული დამოკიდებულებები და არჩევანის საშუალება რაღაცნაირად უნდა მივცეთ და მადლობა თქვენ, რომ ეს აზრი გამოთქვით და რომ ყველას უნდა ქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, ხო, ეთანხმებით. მაინტერესებს, როგორ ახერხებთ სტუდენტების ყურადღების შენარჩუნებას, როდესაც ხშირად არის, რომ ლექციაზე სკროლვას უფრო ანიჭებენ უპირატესობას. ჯერ ერთი ლექციაზე შევდივარ ყოველთვის პოზიტიურად. ხიარულად მოკითხვით და თითქმის ყველა სტუდენტის რაღაც ამბავი ვიცი, ცხოვრებისეული ამბავი. ისიც მათი გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ თვითონ მოდიან, თვითონ მიყვებიან, თვითონ მეჭორავებიან, თვითონ მეკითხებიან რჩევებს. ჯერ ერთი სოციალურ მედიაში ყველას გამოწერილი ვყავარ და აი სტუდენტები მეც გამოწერილი მყავს Instagram-ზე უცხო ადამიანებს არ ვიცერთ, თორე სტუდენტები მეც გამოწერილი მყავს და რაც მთავარია, ვარ მათ ახლო მეგობრებში, ეგრეთ წოდებულ close-ებში. შესაბამისად, იმის მოტყუება, რომ ლექცია გავაცინე, სიცხე მქონდა და სინამდვილეში კლუბში როცა ყავდა, აღარ გამოდის, იმიტომ რომ ხედავ ჩემი თვალით, რატო გააცდინე რა მიზეზით. აი ეს მეგობრული დამოკიდებულება მეხმარება იმაში, რომ სტუდენტები არ მატყუებენ. უმრავლესობა მათგანი და მინდა მჯეროდეს, რომ ასია, თორემ ახლა გარყვნილი ადამიანი ყველგან არის, სტუდენტშიც არის, პროფესორშიც არის და თუ ამორალურია და პატივისცემა არ გააჩნია და სიყვარულის გრძნობა არ გააჩნია და უნდა რომ მოგატყუოს, ყველას მოვატყუებთ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ისეთი სტუდენტები მყავს, რომლებიც არ კადრულობენ ამ ყველაფერს. აი მეგობრობა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მეხმარება ამ ჭრილში, რომ ისინი მე არ მატყუებენ და მე მათ არ ვატყუებ. თუ მათ რჩევის მიცემა სჭირდება, აუცილებლად მოდიან მეკითხებიან რჩევას და მე მათ ვაძლევ ძალიან მეგობრულ რჩევებს. არა ისეც როგორც დედა მისცემდა, ან მამა მისცემდა, ან ათესავი, ან ვინმე კეთილის მსურველი, არამედ როგორც მეგობარი. ესეთი მეგობრული დამოკიდებულება და ატმოსფერო ტრიალებს აუდიტორიაში აღარ უჩნდება მე სტუდენტს იმის სურვილი, რომ აიღოს ტელეფონი და სკროლოს. იმიტომ რომ შენზე საინტერესოს ვერ ნახულობს იქ ვერაფერს. იუმორი თუ უნდა და აქვთ იმის უფლება, რომ ანეკდოტი მოყვნენ და ვიცინოთ, კურიოზი თუ გადახდა ცხოვრებაში შეუძლიათ რომ მოყვნენ. მე არ ვარ ლექტორი, რომ აუდიტორიაში სანამ ადგები ჯერნებარ თუ აიღე და მე შეერთე თქვა სატენზე ტელეფონი, ვეუბნები რომ დაღლილები ხართ, გშიათ მოიტანეთ საჭმელი ჭამეთ. გწყურიათ, დალიეთ წყალი. შესვენება გინდათ მითხარი შევისვენოთ. არ ვიცი, გადაიღალა, იმიტომ რომ ადამიანის გონება 15-20 წუთის მერე აღარ არის პროდუქტიული და ყურადღების დეფიციტი ეწყება და აღარ უსმენს, რაც არ უნდა საინტერესო იყოს სალექციო პროცესი. ამიტომ სათხეს 15-20 წუთში ერთხელ გვაქვს ხოლმე ესე ავდექით 1 წუთი ვიარეთ, რა ვიცი, იცეკვეთ, ხა ირბინეთ და თავზე დაიმხეთ არა, მაგრამ იმოძრავეთ, რომ ცოტა რესტარტი გავაკეთოთ და შემდგომ გავაგრძელოთ ტექსტს. მართლა არასდროს არ მქონია და ყოველთვის ყველა აღნიშნავს, რომ შენს ლექციაზე რატოა ყოველთვის ამდენ პროცენტიანი დასწრება და სხვის ლექციაზე რატო არ არის. შენს ლექციაზე რატო არ იწერენ სტუდენტები და მე ძალიან ბევრჯერ სტუდენტებისგან მსმენია, რომ აუ ქალბატონო თათა თქვენ კი ძალიან კაცრი ხართ და სულ დადიხართ გამოცდაზე და გვიმოწმებთ, რომ ეგრეთ წოდებული შპარგალკა არ გქონდეს და არ გადავიწეროთ, მაგრამ მაგის გარდა ჩვენ უბრალოდ ვერ გაკადრებთ იმას, რომ გადავიწეროთ. თქვა რაღაცა სხვა ლექტორთან თუ ცოტა უმაიმუნიათ და გადაუწერიათ, გურჩევნია რომ დაბალი ქულა ავიღოთ, ვიდრე ვიცი რომ გეწყინებათ. აი მეგობრობა, ეგ არის უბრალოდ რომ მეგობრობა პროფესიაში მანდ არის ძალიან დიდ კვეთაში, რომ უბრალოდ არ უნდა რომ პიროვნულად და მეგობრულად გაწყენინოს, რომ მისთვის არ ხარ მხოლოდ ლექტორი. ამიტომ ძალიან ხშირად დავდივართ ექსკურსიებზე ერთად. დავცოცავთ კლდეებზე.
ცეკვავთ, ჭამთ, მწვადებს უწვავთ. რაღაცა კულტურული გასვლები გვაქვს ხშირად თეატრში სპექტაკლზე ერთად წავსულ ვართ, ახალი წელი ერთად აგვინიშნავს. ეგრეთ წოდებული ივენთები გვაქვს ხოლმე და გავდივართ და ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს რა და ის რჩევები რომ სტუდენტს კი არ უნდა უყვარდეს, სტუდენტი პატივს უნდა გცემდეს, ჩემთვის არ არის მისაღები, იმიტომ რომ ჩემთვის სიყვარული არის პატივისა. და თუ ვუყვარვარ, პატივს მცემს და თუ პატივს მცემს, ესე იგი ვუყვარვარ. ჩემთვის ცალ-ცალკე არ არსებობს ეს ორი ცნება რა. ჩვენიერი და ამ თემაზევე გკითხავთ, აი ქართველი სტუდენტების შეფასებას, აი როგორ შეგვიძლია შევაფასოთ თანამედროვე ქართველი სტუდენტი დღეს? აი როგორები არიან? მე მგონია რომ უფრო თამამები, ვიდრე ჩემი თაობა, უფრო გახსნილები. ცოტა უჭერთ ბალანსი და იმედია ამას არ მიწყენენ. აი ზუსტად მან გვაქვს ხოლმე რომ ეს ზღვარი არ უნდა გადაკვეთო. კი, მეგობრები, მაგრამ ზღვარი არ უნდა გადაკვეთო, იმიტომ რომ აუდიტორიაში ვსხედვართ და აკადემიური პროცესი მიმდინარეობს და ეს არ არის სამზარეულოში ფინჯანი ყავის დალევის პროცესი. თუმცა საბოლოო ჯამში შემიძლია რომ ძალიან დადებითად შევაფასო და მომწონს ამ თაობის პრაგმატული დამოკიდებულება. აი მილენიალებს ვისაც გვეძახიან და მე დღემდე სადაც დავსაქმებულ ვარ ხელფასი არ მიკითხავს არსად. და ეს არ არის კარგი. აი რომ მეუბნებიან რომ როგორი გულისხმიერი ხარ და ნეტა შენ არის თანამშრომელი მყავდა სინამდვილეში დებილი ვარ. იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანმა დაიწყო მუშაობა იქ სადაც არ იცი რა არის შენი ფინანსური ანაზღაურება. იმიტომ რომ ფინანსები არის ძალიან დიდი мотиваცია ადამიანისთვის. გარდა იმისა რომ საჭიროება, ასევე არის мотиваცია. ეს პრაგმატული დამოკიდებულება როგორ ირჩევენ პროფესიას, სად უნდა იმუშაონ, როგორ უნდა იმუშაონ, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი შრომითი უფლებები, ეს ძალიან მომწონს. თუმცა ვფიქრობ რომ ემოციურად ბევრად უფრო დაცლილები არიან ვიდრე ჩვენი თაობა. ემპათიურობის თვალსაზრისით ვიცახი, ემოციური ინტელექტის თვალსაზრისით ვამბობ. აღარ მინდა რომ ამ ამბავს რაღაცა სკანდალური გაგრძელება მოყვეს და იმიტომ რომ ისედაც სკანდალური იყო, ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის დროს ბავშვი რო წაიქცა და ამ დროს ჩვენი თაობა რას იზავდა უმრავლესობა შემთხვევაში საერთოდ დაგვავიწყდებოდა კამერები, დაგვავიწყდებოდა ჩაწერის პროცესი, ინსტინქტურად დავეხმარებოდით ამ წაქცეულ ბავშვს. ახლა უკვე თაობას დააკვირდით ბრძანებას დაელოდნენ. რომ გაჩერდა ჩაწერა და მოდი ახლა მივეხმაროთ ადამიანს. ანუ ერთი მხრივ ძალიან კარგია პრაგმატულობა, მეორე მხრივ თუ მანდაც ბალანსის დაცვა არ ვისწავლეთ, ეს ემოციურობისგან დაცვა და ნაკლები ემპათიურობა, ვფიქრობ, რომ სულიერად ბევრად უფრო დამღუპველი იქნება. კი ბატონო, და აქვე მაინტერესებს მილენიალები ახსენეთ ის თაობა თქვენ გადმოსახედიდან უფრო ბედნიერები იყვნენ თუ ჯენზის თაობა, როგორ ფიქრობთ? მე მგონია რომ ჩვენ უფრო ბედნიერები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ 10% არ გქონდა იმ რესურსებისა, რაც ახლა ჩემი შვილების თაობას აქვს. მე ხშირად, აი ვთქვათ, კონფლიქტი მქონია ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, ესეთი ცივილური კონფლიქტი, ხო, ცივილკივილის გარეშე. რა საჩუქარი უნდა აჩუქო შვილს? რამდენ ხანში და რა სიხშირით უნდა აჩუქო საჩუქარი? სურვილი ხო უნდა გქონდეს ბავშვი. ჩვენ ველოდებოდით ახალ წელს, შობას. რომ თოვლის ბაბუს რამე მოეტანა და ბალიშის ქვეშ ამოდებული კანფეტიც კი მახსოვს როგორ ბედნიერებას გვანიჭებდა. ახლა შეიძლება 5,000 ლარიანი PlayStation-ი ან რაღაცა დაახვედრო შვილს და მადლობა. შესაბამისად ვთვლი რომ ჩვენი თაობა გაცილებით უფრო ბედნიერი იყო, იმიტომ რომ წვრილმანებისგან შეეძლო ბედნიერების შექმნა. ამ თაობაში ცოტა ამის დეფიციტი არის. არ მოეწონება ახლა და გამლანძღავს მე ჯენზე. ნამდვილად გეთანხმებით ეგრეა. ხო. და რაღაცა მგონია რომ ეს აი შუქი რო ქვრებოდა, ამ თაობას ეს არ ახსოვს, შუქი რო ქვრებოდა და რომ მოდიოდა ის ბედნიერების განცდაც კი მახსოვს, რომ ხალხი რო ყვიროდა, რომ მე-9 ბლოკი ჩაირთო. როგორი ბედნიერები ვიყავით და ამ დროს ოჯახი სხვანაირად შეკრულ. ჩემი ოჯახი ასე იყო ყოველ შემთხვევაში. თამაშობდით რაღაცა ქალაქობანას, სიტყლობანას, ვიღაცა დაიწყებდა, ვიღაცა გააგრძელებდა. იქ მამასთან ჩახუტებული იწექი. ეხლაც მახსოვს ეგ შეგრძნება რაღაცა გულზე რომ მივეხუტებოდი და დღემდე აი ამდენი წელი გავიდა ხო, მამა 2003-ში გარდაიცვალა და ამდენი წლის მანძილზე რომ ეს შეგრძნება მახსოვს. ეხლა მგონია რომ ჩახუტებამაც კი დაკარგა თითქოს რა, ის ემოციურობა.
არ ვიცი რა ის სხვა იყო, ოჯახი იყო შეკრული. ერთად საუზმობდი, ერთად სადილობდი, ერთად ვახშმობდი. თითქოს სოციალურად ფენები იმდენად განსხვავებული არ იყო. ეხა ეს განსხვავებაც სხვანაირია რა. ამიტომ გონია რომ ჩვენ უფრო ბედნიერები ვიყავით. კი ბატონო და რაიმეს თქმა ხო არ გინდათ ახლა დასასრულისკენ რო წავედეთ ან რჩევის მიცემა ახალგაზრდებისადმი ან რაიმე ისეთი რისი თქვა გაჟღერებას გსურთ. ხო, აი ლექტორებისგან განსხვავებით მე არ ვარ ის კატეგორია, ვინც რჩევებს ესე იძლევა ხოლმე. ერთადერთი რაც მინდა ვურჩიო არის ის, რომ იყავით ადამიანები. დარჩით ადამიანებად ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ნებისმიერ ასაკში არ აქვს მნიშვნელობა მდიდრები იქნებით თუ ღარიბები, ცნობილები იქნებით თუ ჩრდილში იქნებით, ლიდერები იქნებით თუ გუნდის რიგითი წევრები იქნებით. არ აქვს ამას მნიშვნელობა თუ ადამიანი თავისი ემოციური ინტელექტით ადამიანად დარჩება, მე ვფიქრობ, რომ ის ყოველთვის ბედნიერი იქნება და ყოველთვის გააბედნიერებს საზოგადოებას. და თუ მაინდა-მაინც გინდათ რომ ვინმე შეეჯიბროთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან მოგებული ბრძოლა. არ ვიცი რა, აი ბედნიერები არიან ნამდვილად და გაუმართლა თქვენ სტუდენტებს. მადლობა იმისთვის, რომ დამპატიჟე. მადლობა იმისთვის, რომ საუბრის საშუალება მომეწი. პირიქით, მადლობა თქვენ. ძალიან აი უღრმესი მადლობა.